მოგზაურის დღიური იწყებს ინდონეზიის ყველაზე მონახულებად კუნძულ ბალიზე მოგზაურობას. ბალი ეს არის ეგზოტიკური პეიზაჟები, პლაჟები, უძველესი კულტურის მისტიკური ტაძრები, აზიური სამზარეულო და რა თქმა უნდა საცურაო თბილი ზღვა და სერფინგი. ბალის როგორც წარმატებული ტურისტული ადგილის მიმზიდველობა მის მრავალ ფეროვნებაში მდგომარეობს. ტროპიკულ ტყეში დილით ადრე დაწყებული მოგზაურობა შუადღის შემდეგ პლაჟის კურორტზე გრძელდება. ბანიუანგიდან, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, კუნძული ბალი ახლოს მდებარეობს. ამიტომ ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტი ბორანია, ახლოს მდებარე პორტიდან გავემგზავრებით. აზიის სხვა ბევრი ეგზოტიკური კურორტისგან განსხვავებით, ბალიზე სამოგზაუროდ განსაკუთრებით საუკეთესო პერიოდი ზაფხულში და ადრეულ შემოდგომაზეა. კონკრეტულად კი ივნისიდან ოქტომბრამდე. ამ პერიოდში წვიმა იშვიათია და ჰაერიც ნაკლებ ნესტიანი. გუშინ შევიძინეთ ბილეთები და ლარეშო გადავიყვანოთ დაახლოებით 3 ლარი გამოდის. დღეს მოვედით, გავიარეთ რეგისტრაცია, რაში დაგვიხმარა ადგილობრივი მომუშავე პერსონალი. ჩავსხედით და ახლა მივდივართ გილიმანუკის პორტისკენ, სადაც დაგვხდება მძღოლი და წავალთ ჩვენი სასტუმროსკენ, რომელიც უბუდში მდებარეობს. დანარჩენ დეტალებს უკვე თანთან გაგიზიარებთ ბალიზე მოგზაურობის შესახებ. ჩვენიოთ ვიმგზავრეთ, თლიანობაში ალბათ თუ დაჭირდა 20 წუთი მგზავრობას, თუმცა გაჩერებული ყავით დანარჩენი დრო, სავარაუდოდ ველოდებოდით პორტში შემოსვლის განრიგს დროს. თავზობენ რა თქმა უნდა ეგრევე ტაქსის, თუმცა ჩვენი მძღოლი ყავს. You have a driver? No, thank you. No. Where are you going? No, taxi, thank you. ვიდივართ. მაგარი ქაოსია, რასაც უყურებ. მაგრამ ავსთავარია მძღოლთან ჩავალთ ახლა და გავემართებით შვიდაც წნარად. მაქსიმალურად ფრთხილად იყავით ადგილობრივ ტაქსის მძღოლებთან. ისინი გთავაზობენ საკუთარ მომსახურებას უფრო დაბალ ფასად, ვიდრე დაჯავშნილი ტაქსია. თუ მანქანა წინასწარ გეყოლებათ დაჯავშნილი, უმჯობესია მძღოლის ფოტო გქონდეთ თან. არის შემთხვევები, როდესაც იმ მძღოლად მოგაჩვენებენ თავს, ვინც დაჯავშნილი ყავდათ. აქედან ჩვენ სასტუმროდე მხოლოდ 120 კილომეტრია, მაგრამ ვიწრო გზებისა და საცობების გამო სულ ცოტა 4 საათი დაგვჭირდება. კუნძული ბალი ინდონეზიის პროვინციაა. დასავლეთიდან აღმოსავლეთით მისი სიგრძე 153 კილომეტრია, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთით 112 კილომეტრი. ბალის ადმინისტრაციული ცენტრი და დედაქალაქი არის დენპასარი. მას ღმერთების კუნძულსაც ეძახიან. ეს არცაა გასაკვირი, თუ არსებული ტაძრების რაოდენობას გავითვალისწინებთ. იავის კუნძულისგან განსხვავებით, აქ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ბალინური ინდუიზმის მიმდევარია. მოგესალმებით კუნძულ ბალიდან, კერძოდ კი უბუდიდან. უბუდი ერთი პატარა დასახლება იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მის გარშემო გაჩნდა სხვა დასახლებები და დღეს უკვე შეიძლება ითქვას ერთ-ერთი დიდი ცენტრია კუნძული ბალის, ვინაიდან მის გარშემო არაერთი ღირსშესანიშნაობაა. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლოს მდებარეობს დენპასარის აეროპორტი, სადაც ფრენები სრულდება ძირითადად ბალიზე დამსვენებლებისთვის, კიდევ უფრო მეტად პოპულარული ხდება ეს ადგილი. სანამ მოგზაურობას დეტალურად დავგეგმავდი, არ მეგონა თუ ამდენად დიდი კუნძული იყო და ბევრი სანახაობა იქნებოდა, თუმცა დიდი კუნძულია არაერთი ღირსშესანიშნაობით, რომელთა დათვალიერებასაც საკმაოდ დიდ დრო დაჭირდება. სამწუხარო დროში შეზღუდულები ვართ, ყველაფერს ვერ დავათვალიერებთ, ამიტომ ვეცადი ამ მომენტში განსაკუთრებული და მრავალფეროვანი ადგილები, რომელსაც შემდეგი დღეების განმავლობაში დავათვალიერებთ და რა თქმა უნდა თქვენს გაგიზიარებთ. მაშასე დავიწყოთ კუნძული ბალის აღმოჩენა უბუდიდან. უბუდს ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ქალაქი მდებარეობს მთიან ადგილზე და გარშემორტყმულია მწვანე გორაკებით, ბრინჯის მინდვრებით, ჯუნგლებითა და მდინარეებით. ბალის ბრინჯის მინდვრები სუნთქვის შემტველი სანახაობაა. გორაკზე გადაჭიმული მწვანე ზოლები, მთების, ტერასების, პალმებისა და პლანტაციების გარშემო ირხევა.
უბუდი ოდითგანვე ცნობილი იყო თავისი სამკურნალო ბალახებით. სახელიც სწორედ აქედან გამომდინარე დაერქვა. ბალინურ ენაზე უბუდ მედიცინას ნიშნავს. პირველ რიგში მოვედით უბუდის ცენტრში არსებულ უბუდის სასახლეში. ის მე-19 საუკუნის დასაწყისში აშენდა როგორც სამეფო რეზიდენცია. დროთა განმავლობაში მისი სტრუქტურა იცვლებოდა, მაგრამ აღსანიშნავია 1917 წელი, რადგანაც საშინელი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა და იძულებულები გახდნენ ეს სასახლე განიახლებინათ. მაგრამ ვინაიდან ეს სამეფო სასახლეა, ძალიან მალე აღადგინეს და უკვე 1928 წლიდან გვაქვს უცხოელ ტურისტებს მისი მონახულების საშუალება. საკმაოდ პატარა ზომის სასახლეა, თუმცა მისი მცირე ზომის მიუხედავად ძალიან ბევრი საინტერესო რამ შეგვხვდებათ აქ. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი მონახულება უფასოა. სასახლე უბუდის გულში მდებარეობს. უბუდის სასახლეს ოფიციალურად პურის არენ აგუნგი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენჯერმე იქნა რესტავრირებული, რესტავრატორებმა არქიტექტურაში გულდასმით გაიმეორეს ყველა ტრადიციული ბალინური ელემენტი, რის გამოც სასახლემ ავთენტურობა შეინარჩუნა. ეზოს გვერდებზე მდიდრული პაგოდებია. თითოეულ მათგანს აქვს თავისი დანიშნულება. მაგალითად, ერთში განთავსებულია ტრადიციული ადგილობრივი ორკესტრის ინსტრუმენტები. ეს კოლექცია ქალაქის ერთ-ერთმა მმართველმა შექმნა და ყველაზე ცნობილი და მდიდარია კუნძულზე. მეორე პაგოდა განკუთვნილია მოლაპარაკებებისთვის, აუდიტორიისთვის და სოციალური ღონისძიებებისთვის. ეზოში უამრავი დიდი ოსტატობით გამოკვეთილი ქვის სკულპტურაა. კომპლექსის ყველა დეტალი ჰარმონიულად არის შერწყმული ერთმანეთთან და გარშემორტყმულია ბუჩქებით, ტროპიკული ხეებით და მრავალფეროვანი გაზონებით. სასახლე უბუდის სამეფო ოჯახის ოფიციალური რეზიდენციაა. აზიაში მოგზაურობისას ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ბაზრობები, მარკეტებია, რომლებიც ძალიან მიყვარს. ჯაკარტაში ისეთი არ აღმოჩნდა, როგორცაც ველოდი, ამიტომ უბუდში გადავწყვიტე მოსვლა, რომელზეც ძალიან ბევრი ინფორმაცია წავიკითხე და წესით ისეთია, როგორც მე წარმომიდგენია. აზიაში სადაც კი ყოფილვარ, ყველგან ღია ბაზრობებია ძირითადად, თუმცა აქ არის შენობაში გათავსებული, რომელსაც 2 სართული აქვს და ის ჩემკან მდებარეობს. ამიტომ ახლა დავიძრათ და შევხედოთ რა იყიდება, როგორი ფასებია და ყველაფერი გავარკვიოთ. უნდა აღვნიშნო, რომ ამ ბაზარში ფასები ბევრად მაღალია, ვიდრე ცენტრს მოშორებით მდებარე სუვენირის მაღაზიებში. 3-4 იაფი გამოდის. ამიტომ აქ არაფერი მიყიდია და თქვენს გირჩევთ, სანამ რამის ყიდვას გადაწყვეტ, ჯერ სხვა ადგილიც მოინახულოთ ფასების შესადარებლად. უბუდის ეკონომიკა დიდწილად სწორედ ტურიზმის სექტორზე მოდის. რესტორნები, სასტუმროები, მუზეუმები, საყიდლები და ასე შემდეგ. ცენტრიდან ცოტა მოშორებით გადავინაცვლებთ, სადაც უბუდის ყველაზე ცნობილ ადგილს ვესტუმრებით. ტაქსის ფასი სხვა ინდონეზიურ ქალაქებთან შედარებით სულ მცირე ორჯერ ძვირია, რაც ამ ადგილის პოპულარობითაა განპირობებული. აქედან გამომდინარე, გადატვირთული მოძრაობაა და მცირე მანძილის გავასაც კი საკმაოდ დრო სჭირდება. ახლა მოვედით უბუდის და ზოგადად ბალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობასთან. ეს არის მაიმუნების დღე. სახელს გეუბნება თუ რა დაგვხვდება აქ, თუმცა მაიმუნების გარდა აქ არის ტაძრები, სხვადასხვა შენობა, საინტერესო ადგილები, ამიტომ ძალიან გვაინტერესებდა ამ ადგილის მონახულება. ბილეთის ფასი 100.000 ინდონეზიური რუპია, რაც დაახლოებით
17-18 ლარი გამოდის ლარებში რომ გადავიყვანოთ. იქიდან გამომდინარე რომ ეს ტერიტორია უფრო ტენიანია და უფრო მეტად ცხელა, უმჯობესია დილის საათებში მოხვიდეთ. გადაადგილება სერნობა ბევრად სასიამოვნო რო იყოს. ჩვენც ასე მოვიქეცით, გავიარეთ კონტროლი, შესასვლელია სასახლე მევიმყოფები და ერთად ნახოთ დავათვალიეროთ ეს შესანიშნავი ადგილი. დავით. შემოდით თქვენ ტერიტორიაზე, საკმაოდ ბევრი ხალხი მოძრაობს, თუმცა რა თქმა უნდა ხელს არ შეგვიშლის ეს ჩვენ დათვალიერებაში. მაიმუნები უკვე ყველგან ჩანან. უბრალოდ ერთი რაც არის აღსანიშნი, არის ის ფაქტი, რომ ყველგან არის აბრები და გაფრთხილება, რომ დავიცვათ ელემენტარული წესები. ეს არის რომ უმჯობესია არ შევხედოთ თვალებში, არაფრის დიდებით არ ვეცადოთ მათ გამოკვებას, შესაბამისად გვეცვას და რაც თავარია ძალიან ფრთხილად ვიყავთ ჩვენს ნივთებთან მიმართებაში, ვინაიდან ვისაც ძველი გადაცემები გინახავთ და ვიმოგზაური ერთად მაიმუნებთან, იცით რომ უყვართ მოპარვა ნივთების, წყალი იქნება ეს სათვალე, უმჯობესია რომ შევინახოთ. ქუდით მათ შორის, თუმცა მიჩვენე ხარ ქუდითვი არო, ხანდახან ისეთი წველი მზე არის და მეც ფრთხილად ვიქნები რომ რამე არ დამახდეს არ მომპაროს. სხვა მხრივ ჯერჯერობით ძალიან მოწონს სასიამოვნო გადაადგილება. მანჩინ ერთად ნახოთ. ადგილობრივი მაცხოვრებლები მაიმუნის დღეს მნიშვნელოვან სულიერ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და კონსერვაციის ცენტრად მიიჩნევენ. ამ დღეს აქვს ფილოსოფიური მიზანი. შექმნას მშვიდობა და ჰარმონია ვიზიტორებისთვის მთელი მსოფლიოდან. ტერიტორიის შენარჩუნებას მის საზღვრებში ინდუისტური პრინციპის მიხედვით ახდენენ. ტრიჰადა კარანა, რაც თარგმანში ნიშნავს სამი გზა სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობის მისაღწევად. ის ადამიანებს ჰარმონიულად ცხოვრებაში ეხმარება. ამ დოქტრინის მიხედვით არის ჰარმონიული ურთიერთობები ადამიანებსა და ადამიანებს შორის, ადამიანებსა და ბუნებრივ გარემოს და ადამიანებსა და უზენაეს ღმერთს შორის. ის ასევე ცდილობს შეინარჩუნოს იშვიათი მცენარეები და ცხოველები ინდუისტურ რიტუალებში გამოსაყენებლად და შექმნას ბუნებრივი ლაბორატორია საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. განსაკუთრებული აქცენტით აქ მცხოვრები მაიმუნების სოციალური ურთიერთქმედების კვლევაზე და მათ ურთიერთქმედებაზე პარკის ბუნებრივ გარემოსთან. ყოველთვიურად მაიმუნების დღეს 10-დან 15,000-მდე ადამიანი სტუმრობს. მთლიანი ეს ტერიტორია განლაგებულია 10 ჰექტარზე, რომლის უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, დაფარულია მცენარეებით. როგორც გავიგეთ, აქ 186 სახეობის მცენარეა, რომელთაგან უდიდესი ნაწილი ხებს უკავია. აქ არსებული მაიმუნები აღრიცხულია და 1200-ზე მეტი ბალინური ძელკუდიანი მაკაკი ბინადრობს, რომლებსაც ყოფენ 10 ჯგუფად. ძირითადად ეს დამოკიდებულია მათ მდებარეობაზე. ეს შეიძლება იყოს ტაძრის ტერიტორია, სასაფლაოsi და ასე შემდეგ. ასევე შეიძლება დავყოთ ისინი ასაკის მიხედვითაც. საკმაოდ ბევრი მოძრაობს, ჩვენც გავაგზავნოთ ჩვენი გზა და უფრო კარგად ვნახოთ მაიმუნების და მცენარეების. მაიმუნების დღეში მდებარეობს 3 ინდუისტური ტაძარი. ერთ-ერთი პადანგ-ტეგალის სიკვდილის დიდი ტაძარია, რომელიც ქმნის ტაძრის კომპლექსს. კომპლექსის დანარჩენი 2 ტაძრის მსგავსად ის დაახლოებით 1350 წელს აშენდა. ტაძარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი საზოგადოების სულიერ ცხოვრებაში.
სამწუხაროდ ტაძრის შიდა ტერიტორია დაკეტილია ტურისტებისთვის, თუმცა შეგვიძლია გარედან დავათვალიეროთ ისინი და გარედანაც ძალიან სასიამოვნო სანახავია, ვინაიდან ბარელიეფები კედლებზე, მოხატულობები, ტაძრის შიდა ტერიტორია ჩანს, ზეცხედან მაიმუნები და გვიყურებენ, თამაშობენ. ძირითადად პატარა მაიმუნები მაიმუნობენ, ჩხუბობენ ერთმანეთში ძალიან ბევრს. სადაც ყოფილან მაიმუნებთან სიახლოვეს, ძირითადად უფრო აგრესიით გამოირჩეოდნენ, მეტად გვესხმოდნენ თავს. აქ რასაც ვაკვირდები, უფრო ფრთხილობენ, შორიდან გაკვირდებიან და ჯერჯერობით არ დამენახავს იმას თავს დასხმოდნენ. თუმცა გვსმენია, რომ ესეთ შემთხვევებიც ყოფილა. მაგრამ ვფიქრობ, ეს პროექტიდან გამომდინარე ადამიანები ცდილობენ მათთან კონტაქტში შესვლას, კვებას, რაც სასტიკად აკრძალული ამ ტერიტორიაზე. ვინაიდან თუ ერთ დაგინახეს, რომ საჭმელი გაქვს, 1-2 და შეიძლება ბევრიც დაგესიოს. თავს ამიტომ უჯობესია დავიცვათ წესები, შვიდაც პარა დავათვალიეროთ, ისე როგორც ჩვენ ვახერხებთ. პარკის თანამშრომლები მაიმუნებს დღეში 3-ჯერ აჭმევენ. მაიმუნების კვების რაციონი მრავალფეროვანია. ტკბილი კარტოფილი, სიმინდი, პაპაიას ფოთოლი, კიტრი, ქოქოსი და სხვა ადგილობრივი ხილი. ადრე აქ ბანანიც იყიდებოდა იმ ტურისტებისთვის, ვისაც მაიმუნების გამოკვების სურვილი ჰქონდათ. იმის გამო, რომ მაიმუნები ზედმეტად მსუქანი და აგრესიულები გახდნენ, ახლა ტურისტებს ამის გაკეთება ეკრძალებათ. პარკის თანამშრომლები აღჭურვილნი არიან პატარა შურდულებით. იმ შემთხვევისთვის, თუ მაიმუნები აგრესიას გამოხატავენ ადამიანების მიმართ. ერთგვარად აშინებენ მაიმუნებს, რომ თავს არ დაესხნან ადამიანს. ფოტო მინდა მოგეთ მაიმუნთან 50000 ღირს შევიძინეთ და დამშვეს ასე რომ დაუძახონ მაიმუნს მოვახლოვდნენ და გადაგვაგებინონ ფოტო. აჰა დაჯდა. ოკეი. ოკეი. Scary post. თან მასწავლიან პოზებს როგორ ქნა და? Ჭის. კარგი. მაიმუნები ძალიან ჭკვიანი არსებები არიან. მცირე ოდენი დაკვირვებაც კი საკმარისია, რომ მიხვდე როგორი მოწადინებით. თანმიმდევრულად აკეთებენ თითოეულ მოქმედებას. თითქმის მთლიანი ტერიტორია დავათვალიერეთ უკვე, ძალიან ბევრი მაიმუნი ვნახეთ, ტაძრები, ვისეირნეთ, ვითამაშეთ მათთან ერთად, ფოტოებიც გადავიღეთ სამახსოვროდ და მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო აგრესიულ მაიმუნებს ველოდი, იმიტომ რომ სანამ შემოვიდოდით, ცალკე ბილეთის ყიდვისას გაგვაფრთხილეს, ცალკე აქ მომუშავე ადამიანები გვაფრთხილებდნენ, რომ დისტანცია დაგვეცვა ამ მაიმუნებთან, თუმცა არანაირი აგრესია არ მიგვძიან მათგან, პირიქით თავისთვის თამაშობენ, ერთობიან, ამიტომ გაითვალისწინეთ კიდევ ერთხელ განმეორდები, თუ მოხვალთ, რომ არ შეაწუხოთ, შორიდან დატკბით მათი ცხოვრებით, მათი მხიარულებით და ყველაფერი კარგად ჩაივლის. ჩვენც ახლა დავბრუნდებით უკან გასასვლელში და შემდეგ სანახაობასთან გავემართებით.
გასასვლელისკენ გადაადგილებისას ერთ უჩვეულო ადგილს გადავეყარეთ. მაიმუნების სასაფლაოს. მსგავსი რამ არასდროს მინახავს. მუსა გამოვდა უბუდში. გადავწყვიტე დღეს ერთ-ერთ წარმოდგენას დავესწრო, სადაც ეროვნულ ცეკვებს ვიხილავ. ყოველთვის საინტერესო ადგილობრივ ტრადიციულ კულტურასთან ზიარება. ძალიან მაინტერესებს. მართალია დღეს უკვე ვიყავით უბუდის სასახლეში, თუმცა საღამოს მაინც მოვიდით აქ. ვინაიდან ეს სასახლე ცნობილია თავისი წარმოდგენებით, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წუთში დაიწყება. ტურისტული კომპანიები თუ ჩვეულებრივი გამლელები ქუჩაში გადაადგილებს და გთავაზობენ ამ წარმოდგენაზე დასწრებას. ვინაიდან უბუდში ბალიზე თუ მოგზაურობთ, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ. ბილეთი შეიძლება ყველგან შეგიძლიათ, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გადავწყვიტეთ შემოსასვლელში შეგვეძინა, გადავიხადეთ 100.000, რაც დაახლოებით 17 ლარია და ვეცადეთ ადრე მოსულიყავით, რომ კარგი ადგილები დავიკავებინა. მართალია წინ ვერ ვხედავთ, თუმცა ვფიქრობ, მაინც სტრატეგიულად კარგი ადგილი ვიპოვეთ. დავიკავებთ ახლა ამ ადგილს და იმედი უკვე მალე დაიწყება ეს წარმოდგენაც, ვინაიდან ძალიან მაინტერესებს. გამოვიდნენ მუსიკოსები, დაიკავეს ადგილები, გაასწორეს ინსტრუმენტები. ერთ-ერთმა ადამიანმა რიტუალი შეასრულა, თითქოს ნაკურთხი წყალი დაასხა მუსიკოსებს. ამ დადგმაში წარმოდგენილია ტრადიციული ლეგონგის ცეკვა, რომელსაც ცოცხალი ორკესტრის თანხლებით ასრულებენ. მუსიკოსები ეროვნულ სამოსში არიან გამოწყობილები და ტრადიციულ საკრავებზე უკრავენ. მოცეკვავებს აცვიათ აბრეშუმის სარონგები, დიდარი ოქროსფერი და ცოცხალი ფერებით. ლეგონგის ცეკვა მე-19 საუკუნეში წარმოიშვა. ის კლასიკური ბალინური წარმოდგენაა, რომელიც ცნობილია თავისი დახვეწილი ჟესტებით. ლეგონგის ცეკვა არ არის მხოლოდ ლამაზი წარმოდგენა. ის მოგვითხრობს ამბებს ბალინური მითოლოგიიდან და ისტორიული ლეგენდებიდან. ეს არის სპექტაკლი, სადაც მოცეკვავეები განასახიერებენ ზეციურ არსებებს, მითიურ პრინცესებს ან ტრაგიკულ გმირებს, რომლებიც მთელ ნარატივს წარმოადგენენ მხოლოდ მოძრაობის მეშვეობით. აქ მოთხრობილია ამბები მეფეთა თავგადასავალზე, ომებზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე და ასე შემდეგ. ის ფაქტი, რომ ეს წარმოდგენა უბუდის სასახლეში ტარდება, რომელიც თავად არის ჩაძირული ისტორიაში, წარმოდგენაც ბევრად მისტიკური ხდება. თითოეული მაყურებელი თითქოს მონაწილე ხდება ამ მომნუცხველი დადგმის.
დამთავრდა ეს შოუ და გამოვედით გარეთ რომ უკვე დავბრუნდეთ სასტუმროსკენ. საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, არ მქონდა ჩახედილი პროგრამაში და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა საბოლოო ჯამში. თან განსაკუთრებული ის რომ ასეთ რაღაცას არასდროს არ დავსწრებივარ. ძალიან უცხო იყო ჩემთვის და მინდა გითხრათ რომ საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ბილეთი როგორც გითხარით, მხოლოდ 17 ლარი ღირდა და ასეთი დიდი სანახაობისთვის ვფიქრობ არც ისე ძვირია. იაფიცკია ჩემი აზრით. ამიტომ თუ უბუდში მოხვდებით, ვფიქრობ ერთი საღამო უნდა გამოყოთ და დაესწროთ ამ სანახაობას. თან ყოველ დღე სხვადასხვა დადგმა არის, შეგიძლიათ აარჩიოთ. სიმართლე გითხრათ, თავი როცა ჩავხედე პროგრამას, განსხვავებას ვერ მივხვდი ამ წარმოდგენებს შორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომელი წარმოდგენაც არ უნდა იყოს, ყველა ასეთი საინტერესო იქნება. აქ სრულდება დღევანდელი გადაცემა. შემდეგ გადაცემაში ვაგრძელებთ ბალის აღმოჩენას და საინტერესო ადგილების მონახულებას. არ გამოტოვოთ.